საბოლოოს კვლავ საქართველო ლოპოტას თასი 2014-ის გამარჯვებულები გამოვლენილია კახეთში ჩოგბურთის ტურნირში გამარჯვებულებს ფულადი პრემიები გადაეცათ. ორგანიზატორების განცხადებით ჩოგბურთის ტურნირის მიზანი აღნიშნული სპორტის სახეობის პოპულარიზაცია და საქართველოში მოქმედი ორგანიზაციების თანამშრომლობის წახალისება. პირველ ადგილზე კომპანია სარაჯიშვილის წარმომადგენელი ქალბატონი სოფო ხერხეულიძე გავიდა, რომელმაც 3000 ლარი მოიგო. მამაკაცებს შორის პირველი ადგილი დაიკავა კომპანია Eastern Promotion-ის წარმომადგენელმა, რომელმაც 8000 ლარი მოიგო. ტურნირი აუცილებლად ყოველწლიურ სახეს მიიღებს და შემდეგი წლისთვის კიდევ უფრო მასშტაბური საპრიზო ფონდით დაველოდებით მოთამაშეებს. გავხდი ჩემპიონი, ძალიან მიხარია, არ ველოდი. ემოციური იყო ძალიან თამაში. ტურნირი იყო არაჩვეულებრივად ორგანიზებული, გარემოზე აღარ ლაპარაკობ, ფაქტობრივად სიამოვნებაა თამაში. თავი გეგონებოდა რაღაც სერიოზული დიდი შლემის ტურნირზე ესეთი ატმოსფერას უთხოვდა, ძალიან მეგობრული.